გეცხოვრა. ამ სახლში, ამ ქალაქში თუ კი მორჩილად დახვებოდი მეფეთან ნებას, მაგრამ შენ მაინც არ დაგუპა. მაგიტომაც გაწევდი. არმანებს. რამდენი წმინდა მლანს დედამაგია. უკანასკნელი მიზახი კაცთა შორის, მაგრამ ახლა მეფის ოჯახსაც გადაწყვი და ღმერთს მადლობა შესწირე, რომ მხოლოდ განდევნას გაკმარებ. მე რა შემეძლოს და არ დამიტია, რომ დამესწრო პრეურის. ხოდი არ დაშენისნება მოეცეთ. რადგან მინდოდა ჩემთან ახლოს მყოლოდი, მაგრამ შენი არ მოიშალე. გამთავრებულად ლანძღავდი და აგინებდი სამეფო ოჯახს. პირდაპირ მიშა რო ჩამოვიდა გერმანიიდან და რო თქვა რომ მედეა უნდა დავიწყო, ესეთი მივხვდი როგორი мотивაციით იყო, უბრალოდ ვიგრძენი ინტუიციურად. შემდეგ უკვე რო ვილაპარაკეთ ამაზე, მივხვდი რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში დგავდა ემიგრანტ ქალზე. და აქედან გამომდინარე, თან ნაყოფი იყო გერმანიაში, რაღაც 1-2-3 თვე ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა და შესაბამისად მისი თვალით დანახული ემიგრაცია რაღაც კუთხით ალბათ პარალელებიც გაივლო თავისთავად. ანტიკური ხანაა ზოგადად, მაგრამ სხვა რამეა რა, რომ მუშაობდი და თვითონ მიშამაც რომ შემოგთავაზა ეს ესთეტიკა, ეს ხერხი, ანუ შესაბამისად ისედაც ყველა სპექტაკლზე, მაგრამ მაგ განსაკუთრებით არ დაგვიწყია და არ დამიწყია რაღაცა პერსონაჟის გამოგონება და პერსონაჟის მორგება რა, ეს არის რაღაცა კონკრეტული მოცემულობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მსახიობობაც ეგ არის რა, შენ კონკრეტულ მდგომარეობაში, კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტული რაღაცა შენი ისტორიით. ანუ შენ რო აქ ყოფილიყავი, შენ რო აქ დაბადებულიყავი, შენ რო ესე გეცხოვრა და შესაბამისად რა გამოიწვევდა და როგორ გამოიწვევდა ამ ყველაფერს. ძალიან რთული იყო რა გაგება ზოგადად ამ ტიპისთვის ჩემთვის რა, იმიტომ კი რომ მე არ ვარ ეგეთი და სიტყვაზე ცოლს არ უღალატებ ან რაღაც უბრალოდ რთული იყო რა და სულ ფიქრობდი რა როგორ, მაგრამ არსებობს რაღაცა სიმართლეები, რომელსაც ადამიანები იგონებენ და მერე იჯერებენ. და ეს ხანდახან სიმართლეზე შეიძლება უფრო დამაჯერებელიც იყოს რა და ისეთი მაგრამ დგება მომენტი, დგება ტრაგიკული ან რაღაც ესეთი გადამწყვეტი მომენტი, რომელიც ამ ყველაფერს ატრიალებს და აგრძნობინებს და ანახებს, ანუ გარემოება, ვითარება თუ ბედისწერა თუ რაც არის, რამდენად ის ტყუოდა, რამდენად მართალი იყო და რამდენად გულწრფელი იყო. შესაბამისად ამ კუთხით მივიჩნიე მეც და მიშამაც, რომ წავსულიყავით რა, იმიტომ შეიძლება თქვენს იმიტომ მოგეჩვენათ, რომ არეულია ვერ იგებთ, კარგი მამაა თუ ცუდი მამაა და ეგ მაყურებლის გადასაწყვეტია როგორი მამაა. თავარი არის ის, რომ რა მდგომარეობაა და რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად მედეას მიმართ. რამე დაგჭირდება ჩემს და ბავშვებს? არ მჭირდება ეს მოწყალება. ღმერთია მოწყალება. მოვედი რომ დაგხმარებოდეთ. მაგრამ არ მასწრე ჩემი შვილებისთვის კარგი ვარ. როდის მიხვდები რომ ეგ შენი ბარბაროსის ამპარტავნება გინდობს ხო? ფიქრობ რომ ყველაზე ცნობილი ქართველი ქალი. თუ ლიტერატურაში თუ ესე მსოფლიოშიც რომ მედეა ყველა შულთამკვლელი ყველა მიცის. და როგორც ადამიანზე და როგორც ჩვენთან არის დღეს სამზარეულოში დატრიალდა სადღაც 24 საათით არა ალბათ 8 საათში ამ ხელა ტრაგედია. მე მგონია რომ ეს შესაძლებელია. ესეთი რაღაცები ხდება დღეს. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ რად დაუჯდა მას
იასონის სიყვარული მანამდე რა ისტორიაა, ხო? აქედან გამომდინარე მგონია რომ ის კათარზისი უფროა თავის თავს გადაუხადა თვითონვე განაჩენი. მერც ევედე ჭკუა მოგცეს რომ ერთმანეთს შეარულებდეს სასარგებლოს და საზიანოს. შენ რა გიჭირს? შენ გეტყვი თავ შესაფარი გაქვს საძებნელი. მე ვიკითხო უდაბნო მეკცა. შენ თვითონ აერჩიე, სხვას მოაქვს. მე გავთხოვდი. მე გიყალა. წყევი დააქვსე მეფის ოჯახს. არ შენს ოჯახს მოვუშვი წყევას. მანამდე რაც ხდება მით უფრო იმის ჩადენა თუ არ იყო ეს რაღაცა წარმოუდგენელი ვნება ამ კაცის მიმართ, მაშინ არ არსებობს ხო ამის გაკეთება. ნუ სიგიჟემდე უყვარს ხო ბოლოსშიც ხო იმასაც და ამასაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. უბრალოდ ალბათ ხდება, როცა ძალიან დიდ ბრძოლას გაივლი ორი ადამიანი ერთად ერთი იღლება ამ შემთხვევაში იასონი და მედეა ამას არასოდეს არ აპატიებს და არც უნდა აპატიოს თუ დავიჯერებთ იმას რომ არ მოუკლავს შვილები მაშინ გამოდის რომ გაიქცა და არ მომწონს ეგეთი მედე Ищи, пожалуйста, держите за меня. Не надо. Джейми Бур. Tu guardi, შენი საწოლი მოიზული. სპეციალური თანხმობა. მომინდა დაგისროლად გავაზრდა შენი შვილები როგორც შექმნეს. ჩემ სახელს და გვარიშვილებს. გვარიშვილება. მაშინ ახერზე. შენი უბედური შვილები. გარდა იწნებენ. მთავარი პრობლემაც ეგ არის რა, იმიტომ რომ აქ არ არის რაღაცა მარტივ რაღაც ნივთებზე ლაპარაკი და მატერიებზე რა, აქ დიდ სიყვარულზეა და დიდ იმედგაცრუებებზე ლაპარაკი და შესაბამისად ეს ყოველთვის თანხმედრაშია და პროცესია რა და ამათ მოუწიათ ეგრე რომ ეს დიდი სიყვარულის და დიდი იმედგაცრუებას თანაბრად ჰქონდათ, მაგრამ ვერც ერთს ელევიან და ვერც მეორეს და ამ ორ რაღაც უდიდეს უგზნობაში არიან ესე ვთქვათ რა და შესაბამისად აქ გამორკვევა ძალიან რთულია და აქ უკვე იწყება ალბათ რაღაც სიმართლეების მოგონება რომელსაც იჯერებ და ესე ვთქვათ აპრავებ შენ თავს და ნუ მე ბედისწერა იმიტომ რომ ბედისწერა ცალკე არ არსებობს ბედისწერას ადამიანები ქმნიან და მათი ინერცია მაგრამ ეგ არის ბოლოს აქამდე მიყავს ჩემთვის მე და ბავშვების სხვა რაღაც გზით იბადება სულაც არ არის ის. რამდენი უბედურებას გადარჩება და ცოტა არ იყოს ჩემთვის გამწარებული კაცის ფრაზაა, მაგრამ როგორი გამწარებულის ეს უკვე აი აქ ვცდილობ ხოლმე რომ ანუ მივყვე მაგ მდგომარეობას და ეგ არ არის რაღაცა გამოგონილანი ზუსტად რაღაცა რო აი ამ ჩარჩოში ჩასმული ფრაზაა და ესე უნდა ვთქვა ამ ყოველ სპექტაკლზე რა. ეგ არის ემოციური ფრაზა, სამდღაც მიდიხარ და ხან როგორ ამბობ, ხან როგორ, მაგრამ ერთი საფუძველი აქვს რა, გამწარებული კაცი. იასონი არის მატერიალური გაგების კაცი, რომელსაც შეუძლია, რომლისთვისაც მატერიალური ყოფა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია ისეთი ქალი მიატოვოს, როგორიც არის მედეა და გაცვალოს ისეთ ქალში, როგორიც არის გლავკე. თორემ მედეას მთავარი პრობლემაც ეს არის, რომ გლავკე რო არ ყოფილიყო მისი ცოლი, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო ავიგდეთ ამ რაღაცა ვიდეოებით და პოპულარს კვლავად ვაქციეთ და უფრო გასაგები გახდა რაზე არის მედეა გაცეცხლებული ამით ჩემი აზრით. ანუ
თქვათ იასონის ცოლი რო გამხდარიყო რომელიმე გმირი ქალი ან ქალღმერთი მედეა ალბათ ამდენს არ იჩხუბებდა მაგრამ როცა მედეა ხვდება რომ მატერიალური ყოფას ანაცვალა მათი სიყვარული რომელიც ჯერ კიდე ცოცხალია და იასონი იქ ამბობს რომ მინდოდა აქვე ჩემთან მყოლოდით ანუ იასონისთვის ეს არ ნიშნავს ურთიერთობის დამთავრებას ანუ უბრალოდ მედეასთვის არის წარმოუდგენელი ცხოვროს ღალატში იმიტომ რომ ის ქართველი ქალია და ქართველი ქალები ნამდვილი ქართველი ქალები ღალატში დამცირებაში ძალადობაში და შეურაცხყოფაში უბრალოდ ვერცლებენ ალბათ მოგენატრა ახალი ცოლი სული გელევა რომ ის ნახა სასახლეშიც მოწმელად გეუდებიან დაიღლები ალბათ ასეთი ქალის ხელში რომელსაც დიდი მოთხოვნები აქვს რომელსაც სულ უნდა რომ შენ გმირს გხედავდეს ჩვეულებრივი კაცია და არ უნდა ჩვეულებრივი სიმშვიდე ალბათ და ეს რაღაცა ქარბორბალა რომელიც ითხოვს ყველაფერს რაღაცა განსაკუთრებულს ის აღარ უნდა რომ ესე იყოს წყნარად და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება ხოლოდ იმიტომ გამოვხედეთ გამოვალ გარეთ რომ თავიდან ავიცილო თქვენი ყვედრება 21 საუკუნე სამწუხაროდ არის რაღაცნაირად პრივატულობის კარგვის დრო, რაც მე ძალიან მაწუხებს. გარდა ამისა ძალიან მაწუხებს მასმედიის ძალადობა ადამიანებზე, მათ უფლებებზე, მათ ცხოვრებაზე, მათ ყოველდღიურობაში უხეშად ჩარევა, ასე ვთქვათ. მით უმეტეს, როცა პიესა გვაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ სამეფო ოჯახებზე ელაპარაკი და ეს აუცილებლად დიდ ინტერესს გამოიწვევდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ მედეა თავის მხრივ დიდი პერსონა იყო მაშინაც და ალბათ ეხაც ძალიან დიდი პერსონა იქნებოდა მედეა. ამიტომაც მე გადავწყვიტე რომ ელაპარაკა რაღაცნაირად ტელევიზიების, კამერების რაღაცნაირად უტაქტოდ შემოჭრასთან დაკავშირებით ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ძალიან მტკივნეული რამეა, როდესაც ჩვენ არ გვაცდიან მშვიდად გლოვას, არ გვაცდიან მშვიდად სიხარულს, როდესაც არაფერი უკვე დაფარული არ არის, როცა რომ წგინდოდეს რომ რამე დაფარული იყო, უბრალოდ არ გაძლევენ თანამედროვე მედია საშუალებები ამის უფლება. ძალიან მტკივნეული ტრაგედიების დროს ისე მარტივად გისვამენ კითხვას, რას გრძნობდით ამ დროს? თავიდან გიწევს იმის გავლა, ალბათ, რასაც გრძნობდი იმ დროს. ეს რთულია, ხო, ძალიან. ხათაშორის ამ კორინთელთა მიმართ მონოლოგზე ძალიან ბევრი ვერსია იყო. ნუ როგორ აღარ აი რაღაცა ძალიან ბევრი ვერსია ქონდა მიშას მოფიქრებული და ბოლოს რაღაცნაირად წარმოვიდგინეთ, რომ ნუ რა დაემართებოდა ჟაკლინ კენედის იმ საღამოს, როცა მერლინ მონროს ამბავი გაიგო, რომ მისთვის ჩამოერთმიათ ინტერვიუ. და ჩემთვის ეს იყო რაღაცნაირი კარგი სირთულე, საინტერესო. და გაკეთდა როგორც პრესკონფერენცია. ის ყველაფერი იყო ჩემთვის. ისაც შევწირე ჩემი სიცოცხლე. მალე გავიდა რომ უკანასკნელი ყოფილა კაცთა შორის. ისა ჩემთვის მთავარი არის როგორ გითხრათ რა ზუსტი დანახვა რეჟისორის მხრიდან რა და გულსფერი დანახვა და რაღაცა უბრალო მოგონება არა რომ აი ეს იმისთვის მოვიგონო და მოვიფიქრო რომ იყოს საინტერესო ან იყოს ფოკუსი ან რაღაც რაც ეძახიან
და მისმა გულსფრელობამ და მისმა ზუსტმა როგორ გითხრათ მოფიქრებულმა რაღაც იდეებმა ეგრევე იმას ქნა ამიტაცა რა და ეგრევე აი ამ პროცესში ჩამრთო და შესაბამისად უკვე მე ეს ყველაფერი ჩემთვის გახდა ნაცნობი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა აქ ლეპტოპი შემოვა, ბლენდერი შემოვა, თუ მაცივარი შემოვა, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ოჯახური დრამა. აქედან გამომდინარე ამას არ აქვს არც დრო და არც რაღაცა ეპოქა რა. ყველა ეპოქაში, ყველა დროში თამაშდებოდა ოჯახური დრამები და ყოველთვის ყველგან იყო ღალატიც, სიყვარულიც და შესაბამისად ნივთები და ეს რაღაცეები ხელს არ მიშლიან. თუ ეს ყველაფერი ემსახურება სიმართლეს და არა რაღაცა მოგონილ, გაპრანჭულ რაღაცა ფოკუსს. პირდაპირ ფაქტიურად აწყობილი გვაქვს მთელ ამ თანამედროვე მექანიზმებზე ადამიანის მდგომარეობები. რაც ემართება საერცხის მანქანას, ის ჭირს მედეას იმ წუთას. რაც ემართება ბლენდერს, ზუსტად ისე დააკუცმაცებს ის თავის სიყვარულს, თავის ცხოვრებას, თავის ეს ხო ყველაფერზე ნაფიქრი ქონდა მიშას. აი ხელები. მე როცა ბერლინში ვსწავლობდი, იქ ვნახე არტ მუზეუმში ესეთი ლარნაკი, რომელზეც იყო გამოსახული მედეა და მთელი ხელები იყო დახატული წერტილებით. და ეწერა რომ მედეას ხელები აქვს, მედეა რომელიც წირავს ეკათეს შესაწირს, ხელები აქვს მოხატული ძველი კოლხური ტრადიციის მიხედვით. ანუ ტატუირებული სხეული ეს ჩვენი ტრადიცია ყოფილა ისედაც ვთქვა, თუმცა იქ მხატვრობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მედეა არის ყველაზე დიდი, ანუ ჩემი აზრით უდიდესი მაზოხისტი. მედეასთვის, აი ესეთი დედისთვის, ქართველი დედისთვის ალბათ უდიდესი მაზოხისტური აქტი არის საკუთარი შვილების დახოცვა. მე მგონია რომ ერთის მხრივ ასევე უდიდესი მაზოხისტური აქტი არის როცა შეგიძლია რომ ნემსის ქვეშ დაწვე და მთელი სხეული მოიხატო. როცა შეგიძლია რომ ათასობით ნემსის დარტყმას გაუძლო და ეს შენი ყოველდღიურობა, ანუ რაღაცნაირად მედეა უცებ რაღაცნაირი ტატუ მონსტრი გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ ჩემი პირველი შეხედულება მედეაზე როცა ვხედავ არის ესეთი, რომ მან გაუძლო ამდენი ნემსის დარტყმას და მაზოხიზმი მისი ყოველდღიური საქმიანობა, მე სადღაც ვუშვებ იმას, რომ მან შეიძლება ჩაიდინოს უდიდესი მაზოხისტური აქტი დედისთვის. უმჯობესია ჩემ შობილს მე თვითონვე მოუსწრაფო სიცოცხლის დღემდე. ოჩა, ყველა გზა მოჭრილია ამირამ ძავს სიკვდილს ემძის მეფის ასული რა უკვე შური ვიციო მე თვითონაც და დავადგეჭერო ნახული სიმწვრისა და სიამის ბილიქს. ის რომ იქ სადაც ჩავიდა ის იყო ნამდვილად განსხვავებული ყველასგან. როგორც სტიგმა თან. ეს ფაქტია. და ძალიან რთული ალბათ, როცა მთელი ცხოვრება უცხო ხარ. სადღაცას ვერ ადაპტირდი. და ერთადერთი ადამიანი, ვინც შენთვის ახლობელია, ისიც რომ აღარ არის შენთვის ის, ვინც გეგონა, მე უკვე ყველაფერს ჩაიდენ ალბათ. გემუდარები. ერთი დღე მაინც მომეცი რომ გადავწყვიტო რა ვიხონო, რა გზას დავადგე. ბავშვებს მივხედო. შენც ხომ მამა ხარ და სიბრაული ალბათ უცხო არ არის შენ. მამა. და ის შვილებიც, რომლებიც იქვე დარბიან, ან შენს ბედს გაიზიარებენ, ან მამისას. და როცა არც ერთი მოგწონს და არც მეორე. ძალიან საშინელ რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ ალბათ ჯობიათ გაათავისუფლო და ზეცაში გაუშვო. ხო, მაგრამ აი ამაზე ხა ესე ჩვეულებრივი ადამიანები ესე ვერ ფიქრობენ, მაგრამ მგონია რომ ის ქალი ესე ფიქრობდა. უფრო წინ ფიქრობდა, ვიდრე
ჩვენ ჩვეულებრივი ქალები. არა, ამას ვერ ვიზამ. არა. ამას ვერ ვიზამ. ორივესთან წაგიყვანთ და შორს გაგიტაცებთ. რადგან მამის ტანჯვა თქვენი სიკვდილის ფასად მეყიდო არა. ამას ვერ ვიზამ. ორივესთან წაგიყვანთ. შორს გაგიტაცებთ. პირველივე შეხვედრიდან ვსვავდი კითხვას რატო ხოცავს შვილებს ვეკითხე. მიგიყვან მაქამდე მეუბნებოდ. როარერთ მიბიყვან ხა მაქამდე ხო ეს ხო ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა მიშა რას მეუბნები ხო რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ. ან როგორ ხოცავს შვილებს. არაფერს არ მეუბნებოდა და უცებ ერთი კვირით ადრე რომ მითხრა რომ იქნებიან ბავშვები რომლებსაც ისე მოკლავ რომ არ ეტკინოთ და არ იგრძნონ. აი ამან ისეთი ინსპირაცია მომცა რომ იქ დავიჯერე რომ ხო შეიძლება რომ სცენაზე ნამდვილი ორი ბავშვი დახოცა. თამაშით. ანუ ისიც ისე გააკეთა რომ მათ ვერ მიხვდნენ. რომ არ შეშინებოდა. ხედავ რა საზარელ საქმეს ვაპირებ. მაგრამ რა ვქნა რომ ნებამსძლია და დაწრგუნა ჩემი გონება. კაცთან მოდგმისამ ჯალათმა. უსასტიკესმა. ჩემთვის უფრო კათარზისია ვიდრე დანაშაული. მე ამას ვერასოდეს ესე ბუბა ვერ გაამართლებს, მაგრამ ამის გაგება შემიძლია. ისეთ პირობებში ყავს თვითონ მედია ჩაგდებული, რომ ალბათ აქამდე უნდა მისულიყო. ეს სცენა ბოლო უბრალოდ მოგვიყვა მიშა. აი დავდგით ეს არ ყოფილა. ესეც და მონოლოგიც. ჩემი ბოლო მონოლოგი. სანამ დახოცავს შვილი. და ეხაც აღდგენით რეპეტიციას რომ ვატარებთ ხოლმე მაგ სცენას არასოდეს არ გავდივართ. რომ მანამდე არის ისე ზუსტად აწყობილი, რომ მაგამდე აუცილებლად მიხვალ. ანუ არ უნდა გამოვერთო რა, სკულიში ვარ თუ გარეთ ქვევით ვარ თუ სადღაც ვარ, ანუ ეს მთლიანი პროცესი უნდა გავიარო. შესაბამისად აზრით, ემოციით არ ვწყდები რა, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. მიჭირს ხოლმე, ძალიან მიჭირს, ზემართე რა ვთქვა, მაგრამ ну ეგ გასაჭირი უფრო ის არის საინტერესო რა, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო პროცესია, სამი შემოსვლა, სამი სხვადასხვანაირ თან იწყება მაღალი ტონიდან შემოსვლა და ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ მაღლიდან წავიდეს დაბლა და ბოლოსკენ, აი კუთში რაღაცა კულმინაცია მოხდეს, ესე რაღაც იმით რომ განსაზღვროთ. და ბოლო სცენასაც შეეხება მუშაობის პროცესში, ან თვითონ ტექსტი ძალიან ბევრია ბოლო სცენაში. და ძალიან ბევრს ვფიქრობდით, ძალიან ბევრს მუშაობდით, გავდიოდით და ბოლოს მივხვდით, რომ მე მგონი მაგ დროს ტექსტი არ არის საჭირო. მიუხედავად დიდი მოწიწებისა ევრიპიდეს სადმი შესაძლებელია რომ ის ტექსტი რაც არის ფაქტიურად მე მგონი არც მახსოვს ზუსტად, მაგრამ შეიძლება 2 გვერდიდან 5 გვერდამდე იყოს. როდესაც იგებ რომ შვილები ყავს დახოცილი, არ ვიცი, ესე გადავწყვიტეთ რომ სიტყვა საჭირო აღარ არის და
თავარია რა ხდება იმ მომენტში, რა ჭირს მედეას და რა ჭირს იასონს და შესაბამისად ამ გზით წავედით და ამ გზამ ახლა რო ვთქვა რომ გაამართლა, არ ვიცი ვისთვის რა გაამართლა, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საინტერესოა და ესეთია რა, ყოველ შემთხვევაში ვიგრძენი რას ვაკეთებ და ამიტომ ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი, ესე ვთქვათ რა. ყველაზე კარგი მიგნება თუ რა ვიცი, როგორც შეიძლება რომ ითქვას. ეს ხო არ არის ისტორია, როცა როგორ გაიცნეს ერთმანეთი მე, როგორ შეუყვარდათ მე, როგორ მოიტაცა ამან საწმისი, წავიდნენ, გადაურჩნენ ამდენ რამეს, მე ერთად ის, ანუ პირდაპირ მოცემულობა გაქვს, რომ მორჩა იასონმა მედეას უღალატა და მედეამ დღეს შვილები უნდა დახოცოს. რთულია. რთული კი არა, მართლა 9 საათი მინიმუმ ჭირდება ხოლმე რომ ამოვისუნთქო. მეც და კახასაც ალბათ. ზიوارესე და ხმას ვერ ვიღებ. სრულიად რაღაცა პრასტრაციაში მაგდებს. მიუხედავად იმისა, რომ ნუ ეხა მოცემულობა ვიცით, პირობაც ვიცით და ყველაფერი და ხა საკმაოდ გამოცდილებაც მაქვს ხა იმისი, რომ არ გავგიჟდე, მაგრამ აი იმ ხელა ძალა მიაქვს, რომ მე სიამოვნებით 2 დღე აი არაფერს არ გავაკეთებდი. ამ რეპეტიციების დროს მომიწია მესტიაში ოლიმპიადის კონცერტი მიყვავდა და შევედი მუზეუმში. აი იქ დავიჯერე ყველაფერი, ინგა. იქ დავიჯერე ჯერ ის, რომ საოცარი ცივილიზაციის ხალხი ვართ და რომ ჩვენი საშველი მხოლოდ ჩვენს წარსულშია. ეს უნდა გავიხსენოთ და გავაღვიძოთ ჩვენში. იმიტომ რომ შესვლისთანავე იქ ის ნაკეთობები და ის ფრესკები მე-5 საუკუნის სვანების გაკეთებული ისეთი საოცრება, რომ ნუ არ შეიძლება რომ დღეს თუნდაც ღიპიანი ქართველები დადიოდნენ და ერთმანეთს ჭამდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც კი აი სისხლმა დუღილი, როგორც კი დაიწყო, აი იქ მივხვდი, რომ ხო ძალიან ზუსტად ვაკეთებთ იმას, რაც ვაკეთებთ და ზუსტად მედეას დროა ახლა. შვილებს საწამებლად არ ჩავუგდებ. მე მგონია რომ არაფერი ტყუილი არ არის. ანუ განსაკუთრებით მიყვარს იმიტომ რომ მგონია რომ არაფერი ტყუილი არ არის ამ სპექტაკლში. ანუ ყველაფერი ნაგრძნობია და ნამდვილი. ეს არის რაღაცა თავისთავადი სპექტაკლი რა, ანუ ეს არის მიშას სპექტაკლი, მიშას ემოცია კონკრეტული და შესაბამისად მეც ამ ყველაფერმა მომხიბლა და ნებისმიერი მსახიობი, ვინც ამ სპექტაკლშია, რომ ეს იყო გულსველი რაღაც სათქმელი რა, რაც უნდა და რაც ისი გამოტანაც უნდა და შესაბამისად ჩვენი მხრივ
შევეცადეთ, რომ ამ სათქმელისთვის, მიშას სათქმელისთვის ხელი არ შეგვეშალა და შესაბამისად ჩვენი სათქმელებიც ასე ვთქვათ გამოგვეტანა დღის შუგზე. Желачару чего-то. Хтало, წყეულო მონა უნდა გაბედო. ყველაზე ბევრი ვიფიქრე სიმართლე რო გითხრათ ფინალურ სცენაზე, იმიტომ რომ ჩემთვის უმაზე საინტერესოა რომ ბავშვები იკვდებიან ამ სპექტაკლში არის ის რომ მამამ უნდა გაიგოს რომ ის მაცოლმა მათი საერთო შვილები მოკლა. და რა ჭირს ამ დროს ქალს რომელიც შვილთან მკვლელია, ანუ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება. თუმცა ნუ ეს რაღაცა სამნაწილადაა სცენა, ერთი არის როცა იასონი იგებს ამას, მეორე არის როცა ცდილობს მიახლოებას და მედეა იშორებს თავიდან, ანუ არ აძლევს გლოვის უფლებას, იმიტომ რომ ტექსტში არის, ანუ ეს მეორე ნაწილი უშუალოდ ტექსტიდან გამოვედით, იმიტომ რომ იქ არის რომ იასონი ითხოვს რომ მომეცი უფლება რომ ბავშვებს მოვეფერო და მედეაც ამის პასუხს რომ საკუთარ თავს მოეფერე, იმიტომ რომ ანუ მედე ამბობს იმას რომ ნუ რაც გადავიდა ასე ვთქვათ ამ რაღაცა მანათობელ ბოტასებში, იმიტომ რომ ეს არის იასონი, ასე მატერიალიზმი, ანუ ეს არ არის, ანუ ამ ბავშვებისგან მხოლოდ მატერიალური მხარე ეკუთვნის მედეასთვის იასონს, მისი მოტანილი მანათობელი ფეხსაცმელები, რომლებიც ასე ვთქვათ აცვიათ ბავშვებს მთელი სპექტაკლის მანძილზე. მაგრამ რაც შეეხება მესამე ნაწილს, ეს იყო პირველი რაც ვიცოდი, როგორ უნდა ოღონდ არ ვიცოდი ეს როგორ მოხდებოდა ზუსტად, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მედე აქედან ვერ უნდა წასულიყო. იმიტომ რომ ეს ესეთი რეალობაა რა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ მართლა შვილებს ხოცავთ თუ ცხოველში, თუ ხოცავთ საკუთარ წარსულს, ხოცავთ საკუთარ კავშირს ჩვენ ქვეყანასთან, მაგრამ მე ბევრი მინახავს ისეთი ემიგრანტი, რომელიც ვერ აღწევს იქიდან, ვეღარ მოდის იქიდან, იმიტომ რომ როცა სამშობლოს კარგავ და ემიგრანტობა არ ნიშნავს მაინც და მაინც სამშობლოს კარგვას, უბრალოდ დიდი ენერგია ჭირდება იმას, რომ საკუთარი სამშობლო არ დაკარგო. როცა შენ ქვეყანას კარგავ, მე ვეღარ ახერხებ იქიდან წამოსვლას. მედეამ როგორ უნდა მოახერხოს იქიდან გამოსვლა. ანუ რანაირად შეიძლება რომ ესეთი ტვირთით რაც არის ბავშვების, მკვდარი ბავშვებით დატვირთული ურიკა, როგორ შეიძლება რომ მედეამ კორინთოდან გასვლა მოახერხოს, ან როგორ შეიძლება რომ იასონმა მოახერხოს ცხოვრების გაგრძელება და მისი ეს დაუსრულებელი აქტი, როცა ცდილობთ რომ მისთვის უკვე ანუ მთელი სპექტაკლის მანძილზე რადგან ამ ბავშვების გადაადგილება რაღაცნაირად ასოცირდება ამ ნათებასთან, ხო? რომლებიც ქრება სიკვდილის სცენაში, როცა დარბიან წრეზე, ვთქვათ, და მე ეს ქრება ისევე როგორც ვთქვათ მათი სიცოცხლე, იასონისთვის ეს იქნება გაუთავებელი აქტი ამ ბოტასებთან, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად გააცოცხლოს, ანუ რაღაცნაირად არ დამთავრდეს მათი ნათება.